ასეთი იარაღით ომობანას ასაკიდან არასდროს გაიზრდები. ირაკლი, იგორი, ბაჩუკი და ორი გიორგი 9 წელია შაბათკვირა სათამაშო კალაშნიკოვებით ერთობიან და სავსებით სერიოზულადაც ერთობიან. პნევმატურ კალაშნიკოვს ნამდვილისგან გარეგნულად ვერ გაარჩევთ, ვერც ფასით. მაგრამ იარაღის მაღაზიებსა და ინტერნეტში განსხვავებას ყველაზე მეტად დასავლური იარაღის ყიდვისას იგრძნობთ. ახალი AK-47-ის ფასი ვებგვერდზე $600, M4-ისა თითქმის 3-ჯერ მეტი. 40-იანი წლების საბჭოთა შაშხანა 90-იანი წლების ამერიკულ შაშხანაზე ყოველთვის და ყველგან გაცილებით იაფირეს. იმდენად იაფი, რომ თავდაცვის სამინისტროს ახლა თავისივე ხელმოწერილი კონტრაქტი ეძვირება. 2010-2012 წლებში ამ ფირმასთან დადებულია რამოდენიმე ხელშეკრულება, მათ შორის არა მარტო ავტომატებზე. ვიმეორებ, ჩვენი ინტერესი და ჩვენი ეჭვი გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ ამ ეტაპზე ავტომატებმა. თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სულ 9 ადამიანი მუშაობს და არც ერთი მათგანი შეიარაღების სპეციალისტი არ არის. რომ ციხოს ინსპექციის უფლებამოსილება ამ შემთხვევაში ეჭვების გამოთქმას არ სცილდება, რადგან კონტრაქტის შესაბამისობის შემდგომი კვლევა უკვე პროკურატურის პრეროგატივაა. იარაღის ვიზუალური მახასიათებლები ჩვენი ვარაუდით არ შეესაბამება მის ფასს. იარაღი არის ნახმარი, მას ჩატარებული აქვს რემონტი, რაც პირველადი შეხედვითაც აშკარაა. შესაბამისად ფასმა გამოიწვია ეჭვი, ვინაიდან ცალკეულ ეგზემპლარებში გადახდილია €290. გაკეთილი კონდახები იყო, მოძველებული სისტემა არის, ვიზუალური დათვალიერების საშუალება ჩვენ არ ქონდა. გაურკვეველი წარმომავლობისაა, იმიტომ რომ ესეთი სუბმოდიფიკაციები იყო შიგნით, რომ აი ვერ დაადგენდი ბულგარულთან იყო კავშირი თუ უნგრულთან. ამერიკულ M4-ზე ქართული არმიის გადასვლის ამბავი 2008 წლიდან ვიცით. 2008 წლიდანვე ვიცით, რომ ამ არმიის რეზერვს ხელთ კვლავ საბჭოთა კალაშნიკოვები დარჩება. ამას თავიდანვე რამდენიმე მიზეზით ამართლებდნენ, მათგან ძირითადი ფინანსურია, კალაშნიკოვის სიიაფე, რასაც წინა თავდაცვის მინისტრიც ადასტურებს. სამხედრო ექსპერტებმა გვირჩიეს რეზერვისთვის სწორედ AK ტიპის იარაღი შეგვესყიდა, რადგან რეზერვში მყოფ ჯარისკაცებს საომარ ვითარებაში გაადვილებოდათ იარაღის მოვლა. ადვილად აეთვისებინათ მისი მოხმარების წესები და რაც მთავარია პარტიზანული ბრძოლების შემთხვევაში მტრის ტყვია წამლის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონოდათ. შორეული ამერიკიდან დიმიტრი შაშკინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილისგან გაიგო ქვეყანამ, რომ თავდაცვის სამინისტრო იარაღის მრავალმილიონიანი კონტრაქტისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას აპირებდა. თავდაცვის სამინისტროში შეიძინეს ენდრაუდენობის უძველესი ტიპის კალაშნიკოვის ავტომატები 10 მაგ-ფასში. ასეც მოხდა. 2 დღეში ყველამ ნახა ავტომატები, რომლებიც ვიზუალურად მართლაც ცუდად გამოიყურებოდნენ. $60, როგორც იტყვიან, აი შეიძლება იყოს, მაქსიმალური ფასი შესასყიდი იარაღისა, რაც შემთთვის ცნობილია, რომ ღირდა. იყო სადღაც $150-დან $200-მდე მერყეობდა კალაშნიკოვისა და ისიც პარტიაზე იყო დამოკიდებული. ეს ხდებოდა სადღაც აფხაზეთის ომის პერიოდში. სადავო იარაღის საბაზრო და რეალური მდგომარეობის შესახებ მსჯელობა მხოლოდ იმ ვიდეო კადრებითაა შესაძლებელი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამხედროებს სანამ საქმეს პროკურატურას გადასცემდნენ, 40,000 ავტომატიდან საცდელის როლა არც ერთით არ ჩაუტარებიათ. სხვადასხვა ქვედან უყოფებს, რა დანიშნულება აქვს მას, შეიძლება სხვადასხვა იარაღი იყოს, მაგრამ ძირითად რეზერვს, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც საერთო საჯარისო რეზერვი, უნდა კონდეს ისეთივე იარაღი, რაც ეხლა არის შეიარაღებულ ძალებში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის იარაღი შეიარაღებულ ძალებში პრობლემას გამოიწვევს. ავტომატების შეფუთვით აშკარაა, რომ ისინი ხანგრძლივი შენახვისთვის არ არის გამიზნული. სავარაუდოდ ჩეკეთებული კალაშნიკოვები სარეზერვო ბატალიონების შესაიარაღებლად შეიძინეს. გენერალი იმნაძე თვლის, რომ დარაკი ქვეყანა ნატოსთან დაახლოებას ცდილობს არჩევანის ჯობს დასავლურ მოდელებზე შეჩერდეს. თუმცა არც ის ვერსია მიაჩნია უსაფუძვლოდ, რომ ნებისმიერ თავდაცვით კონტრაქტზე ჩასაფრებული რუსეთის გამო საქართველოს დიდი არჩევანი არ აქვს. ესე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ნაწილობრივ ემბარგო იყო საქართველოს მიმართ გამოცხადებული და სადაც იშოვეს, იქ შეიძინეს იარაღი და იმ იარაღს, რომელიც 2008 წელში იყო დაკარგული, გაფუჭებული და მტრის ხელში ჩავარდნილი, რა თქმა უნდა, შევსება ჭირდებოდა. ბაჩო ახალაია, რომლის მინისტრობის დროსაც გადაირიცხა ოფშორში 11 მილიონ ევროზე მეტი, საკუთარ დუმილს სახელმწიფო საიდუმლოებით ხსნის. განცხადების მიხედვით, რომელიც მისი სახელით ადვოკატმა გაავრცელა, ახალაია ჩვენებას მხოლოდ იმას მისცემს, ვისაც საიდუმლოებასთან დაშვება აქვს. ყოფილმა მინისტრმა ამით ირიბად მიანიშნა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კონტრაქტის სახელწოდება და შინაარსი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება და იმ 11,125,000 ევროთ ქართულმა არმიამ კიდევ რაღაც სხვა მიიღო, გაცილებით უფრო საიდუმლო და ამდენად ძვირფასი.